სახელგანთქმულმა ქართველმა მომღერალმა საქართველოს სახალხო არტისტმა და ღირსების ორდენის კავალერმა ნადეჟდა ხარაძემ კლასიკურ ოპერაში შექმნა არაერთი ვოკალური სცენურის სახე. სწორედ ამიტომ 12 დეკემბერს საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით თბილისისა და ოპერის ბალეტის თეატრმა ხარაგაულში მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გამართა, რომელშიც ისეთმა წამყვანმა სტოლისტებმა და სახალხო არტისტებმა მიიღეს მონაწილეობა, როგორებიც არიან თეიმურაზ გოგუშვილი, ელდარ გეძაძე და ლიანა კალმახელიძე. სიხარულით, სიყვარულით, ემოციით სავსე დღეა დღეს ხარაგაულში, რადგან ჩვენს დიდ თანამემამულის ქალბატონ ნადეჟდა ხარაძის ვიხსენებთ და ამ გახსენებას თან ახლავს ის, რომ დღეს ჩვენთან ხარაგაულში სტუმრად არის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრის სული შემადგენლობა და ვარსკვლავური შემადგენლობა ჩვენი მომღერლებისა. ეს უდიდესი საჩუქარია ხარაგაულისთვის. დიდი მადლობა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრს, მის ხელმძღვანელობას, დიდი მადლობა კულტურის სამინისტროს აღნიშნული პროექტის მხარდაჭერისთვის და ზოგადად ვფიქრობ, რომ ასეთი პროექტები რეგიონისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ეს ადამიანი, ეს მომღერალი იყო უსაზღვროდ ნიჭიერი. არ არსებობდა სიძნელე სცენაზე, რომ მას არ დაეძლია და არ მოეხდინა რაღაც ზღაპრული ზეგავლენა მაყურებელზე. ბედნიერება არის ერს ყავდეს ასეთი ადამიანი და ბედნიერება ის, რომ ეს ხარაგაულის ხალხი, ხარაგაულის მთავრობა, ხელისუფლება ხარაგაულის ასე გულისყურით ეკიდება თავის ამ დიდ ადამიანებს, დიდ მომღერლებს. მე ვფიქრობ, რომ ყველა რაიონმა უნდა მიბაძოს და თავისი შვილები წარმოაჩინოს ისე, როგორც ამას აკეთებს ხარაგაული. ესეთი ვარსკვლავთმცვენა ხარაგაულში და ესეთი საოცარი მელოდიების მოსმენა ჩვენთვის არის დიდი პატივი და მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც ამ ღონისძიებას ჩაუდგა სული. ასევე ჩემთვის ორმაგად უფრო ემოციურია ეს დღე, რადგანაც ზუსტად იმ სოფლიდან ვარ წარმოშობით, საიდანაც იყო ქალბატონი ნადეჟდა ხარაძე და მისმა სახელმა, როდესაც ესე გაიჟღერა ჩვენს სცენაზე, ეს ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერება და მადლობა ამისთვის თითოეულ თქვენგანს.